რაიმე შვილო რას გავს აოხრებულია ყველაფერი დაბინძურებულია მაგას ახლა ახსნა დამარტება რა თუნდა სირცხვილია ეგ საქართველოში ასე უნდა ხდებოდეს მაგრამ ჩვენ ქართველები ძალიან ცუდი ხალხია ეს ქუთაისში ერთ-ერთი უძველესი ხიდის ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ არსებული მდგომარეობაა მიუხედავად იმისა რომ აქვე დგას სანაპიროები მდინარე რიონის სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენითაა დაბინძურებული მდგომარეობა წლების განმავლობაში უცვლელია არსებული პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობაზე 2020 წელსაც საუბრობდნენ. ეს არის ისტორიული ნაწილის დაბინძურება და ხელყოფა და ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ყველა უნდა ჩავერთოთ. საზოგადოებას და ალბათ მერიაც ჩვენ მზათა ვართ, თუ იქნება რაღაცა დასუფთავების აქცია მასშტაბური ქალაქში, ამაზეც მზათა ვართ, რომ ჩვენი რესურსები, ასე ვთქვათ, ფიზიკური ძალით ჩავერთოთ და დავასუფთავოთ იმისთვის, რომ ჩვენ ტურისტებს დავახვედროთ დასუფთავებული და მოვლილი რიონის სანაპირო. ჯაჭვის ხიდიდან კი ხედი დღესდღეობით ადგილობრივისა თუ ტურისტისთვის სწორედ ასე გამოიყურება. უნდა აღნიშნოთ, რომ ხიდის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ ხალხმრავალია. აქ თავს იყრიან სხვადასხვა სოფლების მიმართულებით მიმავალი ადამიანები. აქვეა გახსნილი სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებიც. ჩვენს მიერ ჩაწერილი მოქალაქეები მიუხედავად მათი ასაკისა თუ სქესისა, ყველა თან ხვდება, რომ არსებული ვითარება მისაღები არაა. ისინი ძირითადად პრობლემას დაბალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაში ხედავენ. ეს ყველაფერი თვითონ ჩვენი ინდივიდუალური ადამიანების თვითშეგნებაზეა, იცით? თუნდაც სულ პატარა ფურცელიც კი ქუჩაში რატო უნდა დავაგდოთ, როცა უამრავი ნარგვის უნდა და თან ყველას თავის დანიშნულება აქვს. ისეთიც მინახავს დანიშნულების მიუხედავად სულ სხვა რაღაცა რო ყრია შიგნით და მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩვენი საკუთარი თვითშეგნების ამაღლებაშია, მეტ შეარაფერში. სახელმწიფო აქ ვერაფერს ვერ იზამს. ალბათ ოჯახმაც უნდა მისცეს და სკოლამაც ალბათ რა ვიცი, აბა რა გითხრათ. ეს ერთადერთი უნდა ვასწავლოთ ალბათ რა, შეიძლება ჩვენ ვეღარ ვისწავლოთ უბრალოდ თაობა, მაგრამ პატარებისთვის ხო შეიძლება რომ ვასწავლოთ. მე ამაში ვხედავ გამოსავალს. სხვა ვერაფერში, იმიტომ რომ სახელმწიფო ყველა ადამიანს ცალკე ამ საკითხის მოსაგვარებლად ვერ გამოეკიდება. თავარია რომ ჩვენ თვითონ ვიცოდეთ, რომ ის რაც ჩვენს გარშემოა არ უნდა დავაბინძუროთ და როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. რა ვიცი. ჯარიმა უნდა იყოს ალბათ დაწესებული, რომ არ გადაიყაროს ნაგავი. და რადგან ჯარიმა ამ ხარეს ყურადღებას არავინ არ აქცევს არასოდეს და ეხლა უკანაც რო გაყვეთ, ეხლა ცოტა ალაგებულია, იმიტომ რომ რაღაც კეთდება რიონის პირზე, საერთოდ იქ ვერ ჩახვიდოდი. ანუ რადგან ეხლა ამ ხარეში არაფერი არ მოქმედებს, მაგიტო არის ესეთი სიტუაცია, იმიტომ რომ ქალაქში უფრო ნაკლებად დაბინძურებულია ვიდრე აქ. ხალხის უპასუხისმგებლობას. სხვას რას უნდა უკავშირდებოდეს, ნაგვისიგია და არ ყრიან შეგნის როულობენ აქეთ და. ხალხის შეგნება უნდა ამაღლდეს კულტურა. თვითონ უნდა მოეპყრან თავიანთ ქალაქს თუ მდინარეს თუ რაღაცას, რა ვიცი იმათ რომ არ გააკეთონ ასეთი რაღაცა თუ რაღაც. სხვა რაცა უნდა დაასუფთო, მეორე დღეს ისევ იქნება. მადლობა. არ ვიცი ახლა მაგი თვითონ თავიანთ თავზე უნდა იმუშაოს ყველა. აი რო დადიან ევროპაში, ასე ევროპაშია, გადმოიღონ მე აქეთაც და გააკეთონ, ხო შეიძლება. რაში ხედავ და ყველამ უნდა მიიღოს წესრიგის დამყარებაში. შენ მე რო ვხედავ, თქვა დააგდებს იმასაც უნდა უთხრათ. იმას არ ეუბნება ერთი მეორეს და მით ხდება მაგ იმას. ყველა უყურებს იმ სიგლახეს რაც აკეთებს იქანა ხალხი რო ხრის და ეგი რაფერ შეიძლება მით უმეტეს ქალაქის სახეა, აქ ჩამოდის ტურისტი და მით უმეტეს აქ ყრია აგერს და გამოსაჩენ ადგილზე. სხვაგან რო იყოს დამალულ ადგილზე კიდე არ აუშავს და არც იქ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ახან არა ხდება საშინელება შვილოები. უნდა ისწავლებოდეს სკოლებში მოშლილია შვილო ყველაფერი, აღარაფერი აღარ ისწავლება სკოლაში. მასწავლებლებს უფლება არ აქვს მოსწავლეს რომ მიუთითოს რაღაცა და ეგი ასე არაფერთ არ უნდა შეიცვალოს, დიახაც უნდა შეიცვალოს ყველაფერი. ნამდვილად უნდა შეიცვალოს, არაფერთ არ შეიძლება ასე გაგრძელება ცხოვრების. გარემოს დაბინძურება კანონმდებლობით დასჭადია. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება 80 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა რამდენად მოქმედია კანონი რეალურად ამის ნათელ მაგალითს რიონის სანაპირო წარმოადგენს, რომლის დაბინძურებას მოქალაქეები ნამდვილად არ ერიდებიან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, თუ ტერიტორია კერძო არ არის, მისი დასუფთავების ვალდებულება სწორედ მუნიციპალიტეტს ეკისრება. თუმცა მდინარე რიონის სანაპირო კვლავ ძველებურად იწონებს თავს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.